გადაცემა მარიოტა კვლავ თქვენი ოჯახების სტუმარია. იმედი გვაქვს ჩვენი გადაცემის მუდმივი მაყურებლები ბრძანდებით. დღევანდელი გადაცემა მრავალ საინტერესოს გვერდებათ. ამიტომ დარჩით ჩვენთან და სიახლეებიც არ მოგაგდებათ. მართალია ქართული ანდაზა, თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ თებერვალმა კუდი მოიქნია და ზამთრის ნანატრი თოვლი ახლა დაგვიბრუნდა. კუჩები გაივსო მოთხილამურე, მოციგავე და მოგუნდავე ბავშვებით. ზოგი მშობელი კი არჩევს ბავშვების შინიდან არ გაუშვას, რათა თავიდან აიცლოს მოსალოდნელი ავადმყოფობა. რამდენად მართლები არიან ისინი, ამას მალე შეიტყობთ. თავარია ნინიკო ძაბელაშვილს და დათუნა კაპანაძეს მოусმინოთ. მას სწორედ ამ თემაზე მოამზადეს რეპორტაჟი. ხშირად შეხვდებით ქუჩაში საოცრად ჩაფუთნულ ბავშვს, რომელსაც სიარულიც კი უჭირს. ბევრი მშობელი თვლის, რომ ბავშვს რაც შეიძლება თბილად უნდა ჩააცვას. სპეციალისტების აზრით, ბავშვი, რომელსაც ძალიან ბევრს და ძალიან თბილად აცმევენ, უფრო მალე და ხშირად ხდება ავად. ხდება მისი ორგანიზმის გადახურება და სულ პატარანიავით საკმარისია, რომ ავად გახდეს. ბევრი მშობელი თვლის, რომ ორგანიზმმა რომ სითბო შეინარჩუნოს, საჭიროა ტანსაცმელი მჭიდროდ ეკროდეს სხეულს. სპეციალისტები კი თვლიან, რომ სიცივისაგან თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება ჰაერი. ამისათვის კი საჭიროა ადამიანმა ატაროს თბილი და თავისუფალი ტანსაცმელი. სხეულზე ჯერ უნდა ჩავიცვათ ბამბის ეგრეთ წოდებული მაიკა. ზემოდან კი თბილი სვიტრი, რომელიც კარგად უნდა იყოს შეკრული მაჯებთან და ყელთან. ფეხზე უნდა ჩავიცვათ შალის წინდა, ზემოდან კი თბილი ფეხსაცმელი, რომელიც კი არ უნდა გეჭერდეთ, დიდი თითი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს შიგ. ბევრ მშობელს გონია, რომ ბავშვი თვითონ მიხვდება სივა თუ არა მას, მაგრამ ეს ასე არაა. 2-3 წლამდე ბავშვს იმის თქმა არ შეუძლია სივა თუ არა. თუ კბილებს აკაცკაცებს, მაშინ შეციება შეეტყობა, მაგრამ თუ მკვეთრად გაფრინკლა და ასეთი მდგომარეობა უკვე საშიშია. არც აერთზე ყოფნის დროა მკვეთრად განსაზღვრული. მით უმეტეს თუ არც ქარიქრის და არც ტენიანობაა. ყინვას ადვილად გადაიტან, თუ გარეთ გასვლის წინ შეჭამთ ცხელ და ცხიმიან საჭმელს და იმ წუთში გახვალთ გარეთ სასეირნოდ. თუ ჰაერზე მიბრძანდებით, საჭირო არაა 3 ქუდის ერთად დახურება, რადგან იგი ყურების ანთებისგან მაინც ვერ დაგიცავთ. თუ ყელი და კისერი არ გაქვთ თბილად, 1 ქუდით საკმარისია. თუ უბედურება მოხდა და თითებით წაგაყინათ, არავითარ შემთხვევაში ღუმელს არ მიუძვეთ. არც ცხელ წყალში ჭაყოთ ხელი, თორემ ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის გაშერებაც. ჩაწექით საძოლში, ან და თუ საშუალება გაქვთ თბილ და არაცხელ აბაზანაში. ბევრს გონია, რომ თუ გაციებული ხართ, ჰაერზე გასეირნება არ შეიძლება, მაგრამ სულაც არა. თუ თქვენ ტემპერატურა არ გაქვთ მომატებული, ჰაერზე გასეირნება აუცილებელია. მხოლოდ ცივ ჰაერს ნუ შეისუნთქავთ, უბრალოდ ისეირნეთ დინჯად. ჯანმრთელობას გისურვებთ. ნინო ძაბილაშვილი, დათუნა კაპანაძე, გადაცემა მარიოტა. დიდი მადლობა ნინოსა და დათუნას საინტერესო საუბრისათვის. იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ მათ რჩევებს და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ. ახლა ჩვენი მორიგი სიუჟეტი. გიორგი კილასონია გაგაცნობს შემოქმედების ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებს. დარჩით ჩვენთან. ხელოვნებაა თავადუკრაობა, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. გაგახსენებთ ჩვენ დიდი წინაპრის სიტყვებს. სამხატვრო სკოლის ყველა მოსწავლე შეიძლება მხატვარი არ გამოვიდეს, მაგრამ ხელოვნებას რომ ეზიარებიან, ისიც ხომ ბევრს ნიშნავს. სამხატვრო სკოლა 2 წელზე მეტია რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ნიჭიერი ბავშვები შემოიკრიბა. ბავშვები დიდი სიხარულით ეუფლებიან ფერწერასა თუ გრაფიკას, გობელინსა თუ ხარეჩის ქსოვას. ახლა თვითონ სამხატვრო სკოლის პედაგოგს მოусმინოთ, ქალბატონ იამზე გაზაშვილს. დიდი მადლობა გიორგი აქ მოწვევისათვის. მე უკვე თქვი და კიდევ ვიმეორებ, სამხატვრო სკოლა უკვე 3 წელია თითქმის რაც არსებობს და ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ სკოლას დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ შემოდგომას ნოემბრის თვეში ჩატარდა გორში ხალხური შემოქმედების დათვალიერება, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, ნინო ქრივიშვილმა, სოფიკო დულარიძემ, მიშიკო გოდერძიშვილმა დიდი წარმატებები მიიღეს. შემდეგ მიწვეულები ვიყავით ქარვასლაში,
სადაც გამოვფინეთ ჩვენი ნამუშევრები, აქაც დიდი წარმატება ხვდა წილად. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი სამხატვრო სკოლის ორ მოსწავლეს, ეს არის ნათია მარჯანიძე და თამილა ორჯონიკიძე. ისინი წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ნათია ძირითადად მუშაობს მოდელებზე, თამილა კი მუშაობს ნატურმორტზე. მე ვარ ნათია მარჯანიძე. ვარ 10 წლის. ვსწავლობ ქარელის მესამე საშუალო სკოლის 4 კლასში. ძალიან მიყვარს ხატვა, გოგონების და ყვავილების. ვოცნებობ გამოვიდე მოდელი 2. ეს ჩემი ნახატები. მე ვარ თამილა ორჯონიკიძე. ვარ 10 წლის. ვსწავლობ პირველი საშუალო სკოლის 4 კლასში. ძალიან მიყვარს ხატვა. მინდა გამოვიდე მხატვარი. მე გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, გიორგი კილასონია და გადაცემა მარიოტა. მომავალ შეხვედრამდე. ახლა ჯაბა მარჯანიძის წერიც დადგა. უსმინეთ მას და დარჩით ჩვენთან. გამარჯობა. ჩვენ წინა გადაცემაში კონკურსი გამოვაცხადეთ. მას სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლის პონელი უნდა დაესახელებინა, მაგრამ რატომღაც კონკურსს ბევრი ბავშვები არ გამოეხმაურნენ. ამიტომ დღეს ვიმეორებთ მას. დაუშვათ მეგობართან სრულიად შემთხვევით მოხვდით სტუმრად. იქ კი უამრავი სხვა სტუმარია. მათ ყურადღება არ მოგაქციეს. რას იზამთ? ვინც უფრო ორიგინალურ და საინტერესო პასუხს მოგაგზის, მოვიწვევთ ჩვენს გადაცემაში და საჩუქრად მიიღებს აი ამ დათუნას. ნუ შეგწყვეტ, აიღეთ ფურცელი, დაწერეთ თქვენი პასუხები და გადმოგვეცეთ ჩვენ. ასე რომ გელით, ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე. ბავშვებო, თქვენი რა მოგახსენოთ და კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი მარიოტას ყველა წევრს გვაქვს. ჩვენ უკვე მოვამზადეთ პასუხები და თუ თქვენ არ გამოგვეხმაურებით, საჩუქრებით ჩვენ დაგვრჩება. ჩვენ თქვენი ყურადღების იმედი გვაქვს. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო დასასრულს უახლოვდება. დღეს მარიოტას იუბილარი ჰყავს, ნინა ძაბელაშვილი. იქით 11 წლის გახდა. ჩვენ ვილოცავთ მას. ის კი შეასრულებს თავის საყვარელ სიმღერას თბილისი. მომავალ შეხვედრამდე. ნინო, გილოცა გაბადების დღე. ცოტა მალე. ლეკავინო გადიდი. ბავშვობის ქალაქს ძველი უბნების წითელ გრამიტებს დიდება შენდა სიკეთის ზალა ძაფში ახლა სიტყვა მითე აღიქარებმა ვითლად Rozpocząć zwena mochwairiseks A skać siwic znowu Była kalakens Tłada puczuli Gdzielam Tbilisi
სამიტელი და თუ ჩემსავი შეგიყავი მოდი ძმასავით მომხვიე ხედი მოდი და თბილისი თქვა მითხარი ვისი შვილი ხარ ექსუნეთია ამცით იყავ დღე გრძელი მე შენს